Galactionში მიწა ანათებს და ჩემში უფრო ზეცის სხივია. დღეს მოგიყვებით თუ როგორ გავაკეთე ტერენტი გრანელის ახალი ანიმაცია. მოგესალმებით. მე გაგლოვარ და 3 წელია ახალი ანიმაცია არ დამიდია. ვიცი რომ ძალიან დიდი პაუზაა, მაგრამ წელს გადავწყვიტე რომ ეს პაუზა დამერღვია და დაგიბრუნდით 4 ახალი ანიმაციით, საიდანაც პირველი არის ეს ანიმაცია, დღეს რაზეც ვისაუბრებ, ტერენტი გრანელის მე და გალაქტიონი. ამ ანიმაციაზე მუშაობა დავიწყე 2022 წელს. მაშინ ჯერ კიდევ არ მქონდა შექმნილი გაზაფხულის საღამო ამშვიდი ტერენტი გრანელის ანიმაცია. ხო, ასეც ხდება ხოლმე, რომ რაღაცეებს მე შემოვდებ თაროზე. ეხლა ძალიან ბევრი პროექტი მაქვს ეგრეთ თაროზე შემოდებული. რატომ გამეწელა ამდენი ხანი ამ ანიმაციაზე მუშაობა? ზოგადად ანიმაციაზე მუშაობა ძალიან დიდ დროის და ენერგიის რესურსს მოითხოვს. არ არის მარტივი გასაკეთებელი და აქედან გამომდინარე ყოველთვის ვერ პოულობ ენერგიას და დროს, მით უმეტეს, როდესაც ენთუზიაზმის ხარჯზე მუშაობ. და ეგ არის ერთ-ერთი მიზეზი ალბათ ჩემს სიზარმაცესთან ერთად. ცოტა გამხელილი სჯობს. მაგრამ წელს მოუძებნე საკუთარ თავში ის ძალა, რამაც იანვრიდან მოყოლებული ამ დრომდე 4 ახალი ანიმაცია გამაკეთებინა და კიდევ არაერთი ანიმაცია პროცესშია და მაგაზე მერე უახლოეს მომავალში გაიგებთ. დღეს კი მინდა გესაუბროთ ტერენტი გრანელის ანიმაციის შექმნაზე. თუ როგორ დავიწყე, როგორ დამებადა ეს იდეა, რა ეტაპები გავიარე და როგორ მივიღე საბოლოო შედეგი. როდესაც ახალ ანიმაციაზე მუშაობას ვიწყებ, ეს ყველაფერი არასდროს არ ხდება ისე რომ დავჯდე და მოდი, ეხლა ამ ლექსზე გავაკეთებ ანიმაციას, ეს იქნება ასეთი და ასეთი. იმიტომ რომ ეს ლექსი შეიცავს ასეთ შინაარს, ავტორმა იგულისხმა ეს, მოდი მე აქედან გამომდინარე ამას გადავწყვეტ და ასე შემდეგ. არა. ჩემ შემთხვევაში ეგრე არ ხდება. ზოგადად ანიმაციის გაკეთების იდეაც მომდის ძალიან უცებ. რაღაც მომენტში შეიძლება რაღაცა ლექსი და რაღაცა პერსონაჟი დავლინკო უცებ ერთმანეთთან და მორჩა. ეგ არის. მერე უკვე დანარჩენი არის დროის საკითხი. ტერენტის შემთხვევაშიც ასე მოხდა. როდესაც გონება მომართული გაქვს ახალ იდეებზე, შენ გადართული ხარ, როგორ თქვა, მონადირის რეჟიმში და გარშემო რასაც ხედავ, ყველაფერს ისრუტავ, ასე ვთქვათ. და რაღაცას რო დაინახავ, რაღაც ნატურა რო აინთება, ისეთი შეგრძნება გაქვს ხოლმე. მაგრამ ეგ ყველაფერი ხდება შენგან დამოუკიდებლად. და ეგ ძალიან მაგარი შეგრძნებაა. ასე მოხდა ტერენტი გრანელის შემთხვევაშიც. ზუსტად რა მომენტი იყო, რომელი დღე, რა რიცხვი და წელიწადის რა დრო არ მახსოვს, მაგრამ ღამე იყო. ღამე მომდის ხოლმე ძირითადად ეგეთი იდეები. ეს კადრი, რომელიც არის ეს ცაში რო კიდია ტერენტი, უბრალოდ დავინახე ეგ კადრი. ვიცოდი რომ ეგ კადრი უნდა გამეკეთებინა. არ ვიცოდი სიმართლე გითხრათ რა ლექსი უნდა ყოფილიყო, როგორ უნდა ყოფილიყო დანარჩენი ანიმაცია გადაწყვეტილი, მაგრამ ეგ კადრი ვიცოდი და მაგ კადრის გაგრძელება რომ უნდა მომეფიქრებინა, მე ეგ ვიცოდი, მაგრამ დასაწყისი რომ უნდა ყოფილიყო, ზუსტად ვიცოდი. მეორე დღესვე, რა თქმა უნდა, ავდექი და გავაკეთე პირველი ჩანახატი, რომელიც გამოიყურებოდა ასე. ეს იყო პირველი ჩანახატი და ამ ჩანახატმა მიკარნახა, რომ ეს ანიმაცია უნდა ყოფილიყო ტერენტი გრანელის მე და გალაქტიონზე. ჩემი ეს ანიმაცია, როგორც ტერენტის წინა ანიმაციები, გახმოვანებულია სანდრო კახეთელიძის მიერ. მაგრამ სანამ სანდროს გავახმოვანებინებდი ამ ახალ ანიმაციას, მე უნდა გამეხმოვანებინა, რადგან ანიმატიკი გამეკეთებინა. ანიმატიკი, ვინც არიცით, არის დროში კადრებად გაწერილი, სარეჟისორო ძალიან უხარისხო ანიმაცია, უბრალოდ რომ დაინახო, როგორ დაჯდება ერთი კადრი მეორეს გვერდით, როგორ მოუხდება ერთმანეთს გადასვლები. ამისთვის ვაკეთებთ ხოლმე უბრალოდ ანიმატიკს და ვუყურებთ რამდენად ღირს ეს კონკრეტული კადრი ამ კონკრეტული კადრის შემდეგ. მოკლედ, გავაკეთე ანიმატიკი და დავხურე პროექტი. აღარ გამიგრძელებია, მაგის მერე მქონდა აღებული შარშანდელამდე ძალიან დიდი პაუზა. 2025 წელს შევეხმიანე სანდროს და უთხარი რომ ვაკეთებდი ამ ანიმაციას და მინდოდა რომ მისი ხმა ყოფილიყო ისევ ჩემი ტერენტის ხმა. ხო და სანდროს დამთანხმდა
და გავაკეთეთ მესამე კოლაბორაცია, მესამე ანიმაცია ტერენტი გრანელის. ხმა უკვე 1 წელია მქონდა ჩაწერილი და მე კიდე ანიმაციის გაკეთება დროში მეწელებოდა ძალიან. იანვრიდან გადავწყვიტე, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა. დავჯექი და დავიწყე თავაუღებელი მუშაობა და დაახლოებით თვენახევარში, ან შეიძლება უფრო მალე. ხო, აი ასე მალე დავამთავრე ეს ანიმაცია. მერე მაგას მოყვა ვაჟა-ფშაველას 2 ანიმაცია, 3 ერთ-ერთში აკაკის თანზის და განიხილავენ თავიანთ კონფლიქტს. მოკლედ, სადღაც თებერვლის შუა რიცხვებში ეს ანიმაცია უკვე მზად მქონდა. მართალია ახლა გამოვაქვეყნე, მაგრამ მინდოდა რომ უბრალოდ რამდენიმე ანიმაციით ამეგროვებინა, რომ მე ისევ არ მეშიმშილებინეთ, ასე ვთქვათ, ახალ ანიმაციებზე. ამ ანიმაციაზე ვიმუშავე პროგრამა მოჰოში, ანიმაციის პროგრამა, ვინც არ იცით. ყველა სცენა, როდესაც კადრების გადასვლა ხდება და სხვადასხვა რაკურსშია ტერენტი, არის სათითაოდ ფაილში გაკეთებული და ბოუნების პრინციპით აწყობილი. ვიღაცას შეიძლება ეგონოს, რომ ეს ანიმაცია არის გაკეთებული ხელით, არის სათითაოდ ნახატი, მაგრამ ეგრე არ არის. რეალურად ერთ პერსონაჟს ვაწყობ, წინასწარ ვამზადებ, ტექნიკურად ვმართავ, რომ მე უკვე ანიმაციაში გამზადებული იყოს იმისთვის, რომ იდეალურად გავაკეთო ის მოძრაობა და ის ანიმაცია, რაც მინდა. დანარჩენი კი დამოკიდებულია ჩემს სამსახიობო ოსტატობაზე და რას გულისხმობ. როდესაც ანიმაციის პერსონაჟს აკეთებ და ეს პერსონაჟი მიმიკურად თამაშობს და რაღაც მიმიკებს იღებს და ასე შემდეგ, როდესაც ანიმაციურ პერსონაჟს უყურებთ, ან პირობითად ჩემს ანიმაციას უყურებთ და ხედავთ როგორ თამაშობს ეს პერსონაჟი და რა სახეებს იღებს და რა მიმიკებს და ასე შემდეგ, ჩათვალეთ რომ ამ შემთხვევაში ანიმაციის ავტორი განასახიერებს და მსახიობობს, ასე ვთქვათ, ანიმაციაში. აქედან გამომდინარეა რომ ანიმატორს გარკვეულ დონეზე სამსახიობო უნარები სჭირდება. ხო, სხვათა შორის უშუალოდ ანიმაციაში აღარ განმიხორციელებია, მაგრამ კადრირებაში ჩაფიქრებული მქონდა და მიხატია კიდეც, აი ამ კადრშია მაგალითად ყორანი. ტერენტის გვერდით უნდა ყოფილიყო ყორანი და ადგომის შემდეგ ეს ყორანიც ტერენტის ადგომის შემდეგ ეს ყორანიც აფრინდებოდა და მიყვებოდა. მაგრამ მე ჩავთვალე რომ ცოტა ედგარ ალან პოს ატმოსფერო მოქონდა. ნუ ისედაც არაკლია ამ ანიმაციას ედგარ ალან პოს ატმოსფერო. იქიდან გამომდინარე რომ ძალიან მიყვარს. მაგრამ უშუალოდ ეს ანიმაცია იყო ტერენტიზე და არ მინდოდა რომ თლად ედგარ ალან პო ყოფილიყო ინსპირაცია რა და ამიტომ ეს ყორანი ამოვიღე. მაგრამ დიდი ალბათობით მემენტო მორში გამოვიყენებ. ხო, რაც შეეხება ფონებს. ფონებით ჩემი დახატულია სცენარიდან გამომდინარე. შეიძლება რამდენიმე შეამჩნიეთ, თლიანი ფონი და ატმოსფერო არის არარეალური. სიურრეალისტური. ეგ კი გამოწვეულია იქიდან რომ ძალიან მომწონს სალვადორ დალი და მისი შემოქმედება და მინდოდა რომ რაღაცა მხრივ გამომეყენებინა ის სიურრეალიზმი, რაც თავის ნახატებში აქვს გამოყენებული და ფონებში ზუსტად ეგ ატმოსფერო მაგიტო ჩავსვი. თუნდაც ის რომ ჰაერში დაფრინავს იგივე შუა უდაბნოში რომ მხოლოდ ერთი ტახტი დგას და მანძის და ასეთი დეტალები რა. ამ მხრივ ტექნიკური თვალსაზრისით არ მოვყვები როგორ გავაკეთე, როგორ ავაწყე, ჭრდილები როგორ გავუკეთე და ასე შემდეგ. არ იქნება მაინც თქვენთვის საინტერესო თუ უშუალოდ ანიმატორები არ ხართ და ამ პროფესიით არ ხართ დაინტერესებულები. მაგისთვის მე კიდე ცალკე ვიდეოებს ჩავწერ, სადაც უშუალოდ ვილაპარაკებ ტექნიკური თვალსაზრისით როგორ გავაკეთე ანიმაცია, რა გამოვიყენე, რა ხერხები, რა მეთოდები. და როგორ მივიღე საბოლოო შედეგი. სულ ეს იყო რისი თქმაც მინდოდა დღეს თქვენთვის. დაელოდეთ შემდეგ ანიმაციებს. ხო, შემდეგი ანიმაციებია ვაჟა-ფშაველას მარტოობა, ვაჟა-ფშაველას იას უთხარი ტურფასა და აკაკი წერეთელი versus ვაჟა-ფშაველა. ეს არის ანიმაცია, თქვენ გეცოდინებათ ცნობილი იმდროიდელი ბეთლი, როდესაც აკაკი წერეთელმა გააკრიტიკა ლექსით, ასე ვთქვათ, ვაჟა-ფშაველა და მერე ვაჟა-ფშაველამაც უპასუხა. ეს ყველაფერი გავაერთიანე ერთ ანიმაციაში, სადაც არის აკაკი წერეთელიც და ვაჟა-ფშაველაც. ხო, ეს სამი ანიმაცია მომდევნოები. დამიწერეთ კომენტარებში თქვენ რომელს უფრო ელოდებით და პირველს რომელს უფრო ნახავდით.
ხო, დიდი მადლობა მინდა გადაუხადო აქედან სანდრო კახეთელიძესაც, რომელმაც არ დაიზარა და მესამე ანიმაციაც გამიხმოვანა. კიდევ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ამ ანიმაციის დონაციის ავტორებს. ძალიან ბევრს ნიშნავს თქვენი მხარდაჭერა ჩემთვის და გპირდებით რომ ახალ ანიმაციებს არ მოგაკლებთ. ახლა კი დროებით.